ჩვენი პირველი სტუმარია ეკა ბესელია, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი, ადვოკატი, პოლიტიკოსი, სწორედ ის უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მოდით ბოლოს განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ, ვინაიდან ძალიან ბევრ პროცესში იკვეთება რამდენიმე სახელი და გვარი ერთდროულად. პირველ რიგში ეს არის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, ჯანგველაძის მკვლელობის საქმე, თაღლითური კოლცენტრების საქმე, რომელზეც დღეს ბრალი წარუდგინეს არაერთ ადამიანს და შესაძლებელია გუშინ რაზეც ისაუბრა პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე, რომელიც 5 წელი პრაქტიკულად აროზე იყო შემოდებული და მხოლოდ გუშინ გვითხრეს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. აქაც ირაკლი შოთაძეზე არის საუბარი, რომ სწორედ ის მფარველობდა, მაგრამ შოთაძეც ვიცით, რომ ფარცხალაძის კადრია. აი თქვენთვის რა აერთიანებს ამ საქმეებს და ხელისუფლების ქართული ოცნების ბრალეულობას რაში ხედავთ, რომ ახლა გამოჩნდა ეს ყველაფერი მათთვის, ახლა გახდა ცხადი ფარცხალაძე ვინ არის ან ძმები მიქაძეების მონაწილეობა ამ საქმეებში? მოგესალმებით, ქალბატონ თამარ, მივესალმები მაყურებელს. ურთულესი სურათია ეხლა ჩვენ თვალწინ და მე სულ ვცდილობ როგორც იურისტი, პირველ რიგში როგორც იურისტი, ფაქტები ისე როგორც ის არის და არის რეალობაში, ისე გავაანალიზო და რასაც ახლა ჩვენ ხედავთ არის ის, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე, რომელსაც ბრალი წარუდგინა პროკურატურამ და თქვა, რომ ის უმძიმეს დანაშაულობებში არის მონაწილე, საუბარია ჯანგველაძის მკვლელობა, საუბარია კოლცენტრების ორგანიზება, ორგანიზებული ჯგუფის მართვა და სხვა შორის ჯანგველაძის საქმე მართლაც ამ მკვლელობა მართლაც შეცვალა ბევრი რამ ქვეყანაში და ბევრი დაფარული სქემა გამოაშკარავა და ეხლა ირკვევა, რომ კიდევ უფრო შორს მიდის ეს კვალი და მათ შორის ეს კოლცენტრები, რომელიც უმძიმესი თემაა და ეს არის ორგანიზებული ტრანსნაციონალური დანაშაული მიქაძეების ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში მაინც ასოცირდებოდა ოცნებასთან რაღაცა დაახლოებული პირი, ყოველ შემთხვევაში ჩანდა, რომ ისინი ფარბელობდა ოცნების შიგნით გარკვეული ჯგუფი ამ ადამიანებს, ხედავდით მათ სხვადასხვა როლში და დღეს ვხედავთ, აი ამ ჯაჭვის გაგრძელებას, ამ ჯაჭვში ახლა მოქცეული ჟურნალისტად წოდებული კილაძე, სხვები არ ვიცი სადამდე მივა ეს საქმე, მაგრამ მინდა ნიკო კვარაცხელიას საქმეზე შევჩერდე. ჩვენი იურიდიული ოფისი მუშაობდა და მუშაობს წყნეთის ყოფილი პოლიციის უფროსის დიმიტრი ფაჭერლიშვილის საქმეზე. თქვენ ტელევიზია აშუქებდა მის საქმეს, როგორც ძალიან საინტერესოს, ეს არის უკანონოდ დაკავებული ადამიანი, რომელმაც არ შეასრულა კონკრეტული დავალება, რომელიც უკავშირდებოდა ფარცხალაძის თემას და იარაღების საეჭვო იარაღების გაფორმებას, რომელზედაც უარი თქვა მან და ეს იარაღები ცალკე გასარკვევია საფიგურირებს, ფიგურირებს და ასე შემდეგ. ეს ცალკე გამოძიების საგანია, მაგრამ ჩვენ როდესაც ამ საქმეზე მუშაობდით და უშუალოდ თორნიკე მიგინეიშვილი შედიოდა დიმიტრი კვარაცხელიშვილთან, სწორედ აი ამ სამუშაო პროცესში გახდა ცნობილი, რომ ის ფლობდა ინფორმაციას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, როგორც პირი, რომელიც იყო მოქმედი პოლიციის უფროსი, რომელმაც დააკავა ის ადამიანები, ვინც შემდგომ გასამართლდა და მიშილი აქვთ უკვე მძიმე საშიელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილენი, თუმცა ამ საქმეს ჰქონდა გაგრძელება. ხო, ყველა მკვლელობას აქვს თავისი მოტივი, მიზანი, ყავს როგორც შემსრულებელი, ასევე ორგანიზატორი, შემკვეთი, მაგრამ კვალი გაწყდა, როგორც ჩანს, სადღაც დაიხურა ხელოვნურად ეს საქმე. მე დეტალებში არ შევდივარ, იმიტომ რომ ველოდები როდის დაკითხავენ დიმიტრი კვარაცხელიშვილს, მაგრამ როგორც კი ჩემთვისაც გახდა ეს ამბავი ცნობილი და მან გამოთქვა სურვილი, რომ შემხედრო და მეც შევხვდი მას როგორც ადვოკატი, ეს ნაწილი ახლა უკვე კონფიდენციალურია. მითხრა ის ფაქტები, რაც მან იცოდა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს მეთქვა ქალბატონი იზასთვის
და მე მას მაშინვე გაუზიარე ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შეთანხმებით და ყველა ეთიკური წესის დაცვით. ეს როდის იყო, ქაბატონო? ეს არის რამდენიმე თვის წინ. ჩვენ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით, სწორედ იმიტომ, რომ გარკვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ ეხლა უკვე როდესაც პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ეს საქმე გახსნილია და ალბათ თავადაც იცოდნენ, რომ ამ დღეებში ისედაც იგეგმებოდა გარკვეული საჯაროობაც ამ კუთხით. იზაუმაძემ დაანონსა თავადაც, რომ ის ილაპარაკებდა ხმამაღლა. ქაბატონო ეკა, უბრალოდ მე მას ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი ქაბატონის გულისხმობდა, მან იცოდა ჩემგან ეს ინფორმაცია. კი ბატონო, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, რომელიც მაყურებელს შევახსენოთ, რომ იყო წყნეთის პოლიციის უფროსი, ის მაშინვე როგორც კი დააკავეს და ოფიციალური ბრალი არის ქრთამის ნაწილი, მაგრამ ის მაშინვე საუბრობდა იმ იარაღებზე, რომელიც ეხებოდა ფარცხალაძეს და მის ოჯახს და ამის შემდეგ მან ასევე დააკავა, ვიცით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის უშუალო შემსრულებლები, რომლებიც ახლა იღებიან სასჯელს. მან თქვენთან საუბარში, ქაბატონო ეკა, დაასახელა თუ არა ის კონკრეტული გვარები, რაზეც მან გუშინ გააკეთა მინიშნება, რომ არიან კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მფარველობდნენ მაშინ იმ ადამიანებს, სადაც გაწყდა აი ეს კვალი, როცა მან დააკავა ეს პირები და შემდეგ უკვე წაიყვანეს. ეს კონკრეტული გვარები ქართული ოცნების მაღალჩინოსნების თუ დაასახელა თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გთხოვთ თქმას კონკრეტულად თქვენ არ გექნებათ ამის უფლება, მაგრამ იცით თქვენ მათი ვინაობა და მოქმედები არიან თუ არა ისინი? ორის გვარი ვიცი და როგორც ხედავ ამ პროცესში კიდევ არიან სხვა პირებიც და თავად ალბათ უფრო სიღრმისეულად მე ჩვენების დროს ამ დეტალებს მოყვება, ვინც წაიყვანა ეს დაკავებული პირები. მოქმედია მაღალჩინოსნები არიან თუ? მოქმედია. დიახ, ორივე მოქმედია და სხვები, მაგრამ აქ არ წყდება კვალი იმ ორ მოქმედთან, იმიტომ რომ გონია რომ ისინი კიდე უფრო ზემდგომ პირებთან ან თანამდებობრივად ზემდგომ გულისხმობ არიან დაკავშირებულნი, ან იყვნენ დაკავშირებულნი. ეს ალბათ უკვე გამოძიება, როდესაც დაკითხავს ქვაჭრელიშვილს გაყვება ამ ხაზს და აუცილებლად მივა სადღაც ეს კვალი და გაიხსნება ეს არიადნას გორგალი. ამის გახსნა არის შესაძლებელი, არ არის ეს რთული, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. ეხლა რადგან პროკურატურამ დაინახა, რომ ქალბატონი იზა იწყებდა აქტიურობას და სწორედ ამიტომ მოხდა ეს საჯაროობა. ქალბატონმა ამაც იცის ეს გვარები. მე რაც შემეძლო მისთვის გამიზიარებინა იცის, ყველაფერი ჯერ არ იცის, იმიტომ რომ არის კიდევ რაღაცა საკითხები, თუმცა ძირითადი ინფორმაცია რაც შემეძლო მისთვის გამეზიარებინა გაუზიარეთ. თავარი ის არის, რომ თავად ბატონი ქვაჭრელიშვილი, რომელიც როგორც გითხარით, უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში და მის მიმართ ეს შურისძიების აქტიც ალბათ უკავშირდება მთელ ამ პროცესს, მზად არის რომ დაეხმაროს ამ ოჯახს და მზად არის რომ ამაზე ილაპარაკოს. ეს ძალიან დიდი გამბედაობაა. მე უწონებ მას ამ გამბედაობას. მისი სასამართლო განხილვა სააპელაციო ინსტანციაში მიდის, ამაზე საუბრობდა. სადა კიდე საუბარი სასამართლო პროცესზე, მაგრამ ამის საშუალება და ინტერესი არც მიეცა და ვერც დაინახა, მაგრამ შემდეგ მოგვიანებით უკვე, როდესაც ქალბატონ იზასთან მქონდა მე შეხვედრა და რაღაცა მათ შორის გიგა ავალიანის შემზარავმა მკვლელობამ და ამ მისი დედის აი ამ განწირულმა ხმამ, რომელიც არ ვიცასწუდება უკვე რაღაცნაირად შეამზადა, მოამწიფა მთელი ეს პროცესი და ამან დააჩქარა პროკურატურის მიერ ამ ინფორმაციის გამოტანა, თორე ის ვიდეო მასალა, ეს მტკიცებულებები ხო არსებობდა, ხო ქონდათ. ეხლა ალბათ უკვე გამოძიება იტყვის, რატო გაჩერდა, ვინ გააჩერა, ვინ დააფარა ხელი იმ სხვა პირებს, იმ სხვა პირს ვინ ფარველობს, ისევ ფარცხალაძესთან მიდის ეს კვალი თუ კიდევ სხვა პირები არიან ჩართული. მე ამ კითხვებს ვსვამ ჯერ, იმიტომ რომ ჯერ არ შემიძლია წერტილი დავსვა, ეს გამოძიება უნდა გააკეთოს, რაც შემიძლია ხა როგორც იურისტმა უთხრა პროკურატურას უნდა დაკითხოს ბატონი ქვაჭრელიშვილი, უნდა გამოკითხოს დეტალურად, რა მოისმინა, რა გაიგო, ვინ წაიყვანა ეს დაკავებული ადამიანები, ვინ იყო ჩართული და ის ადამიანი ვისთან იყო კავშირში. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ არ მთავრდება ეს ჯაჭვი, ეს ჯაჭვი გრძელდება, ხო? იქ არიან ჩანას შემსრულებლები უშუალოდ, მაგრამ ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდა და ვინც მოახერხა და ამას უნდა ძალიან დიდი გავლენა, რომ ფარველობა განეხორციელებინა სხვა პირების მიმართ,
აი ეს ადამიანებია გამოსაკვლები და იმ ადამიანებამდე უნდა მივიდეს გამოძიება. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის მოტივი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქალბატონი იზა ამ მოტივს, რასაც ასახელებს გამოძიება არ ეთანხმება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საჭიროა გაირკვეს სხვა მოტივის არსებობაც და უნდა მოусმინონ დედას, მას აქვს ბევრი ინფორმაცია ამის გარდა კიდევ დამოუკიდებლად და რატომ არ ეთანხმება დასახელებულ მოტივს მკვლელობის ჩადენის და რა არის ის სხვა მოტივი და რა გარემოებები არის გამოსაკვლევი, ესეც სამუშაო პროცესში არის აუცილებლად გამოსაკვლევი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მკვლელობის მოტივი რა იყო, ხო, რაც დასახელდა იმას ხო არ ეთანხმება ქალბატონი იზა. მან ამ ნაწილში მეტი იცის, რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ხა მოტივზე საუბარი, მაგრამ ფაქტებზე ვსაუბრობ, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და რა ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ამ გარემოებებმა მე მგონი დააჩქარა ეს დასახელდა ქალბატონო ეკა, რომელიც სხვათა შორის ქალბატონმა იზამაც მაშინვე გამორიცხა და თქვა რომ ეს იყო სხვა, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ გუშინ პრაქტიკულად 5 წლის წინანდელი მასალები გადმოალაგა, ხო, პროკურატურამ ახალი აქ არაფერი არ იყო აბსოლუტურად და აი რომ შევხედოთ რა რეალობაში ვცხოვრობთ, რასთან გვაქვს საქმე, ერთის მხრივ რაღაცა კილერები, დაკვეთილი მკვლელობები, იგივე ჯანგველაძის საქმე იქნება თუ ნიკო კვარაცხელიას საქმე და ასევე სისტემური და ორგანიზებული დანაშაულია გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს და მართლა გიგას დედას ამის შესახებ ხმამაღლა რო არ ელაპარაკა, ჩვენს გვერდით ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი, რომელიც კიდევ რას იზამდა არავინ არ იცის. ხო, ანუ ერთის მხრივ ორგანიზებული დანაშაული ყვავის ქვეყანაში და ამ ორგანიზებული დანაშაულის გადაფარვა, ჩაფარცხვა ასევე ორგანიზებულად ხელისუფლების უმაღლესი ყოფილი თუ მოქმედი პირების მონაწილეობით. ანუ ეს მოცემულობა ეს არის ყველაზე მძიმე. დიახ, ეს არის ყველაზე მძიმე ამბავი. დანაშაული და ორგანიზებული დანაშაული მათ შორის ყველა სისტემაში შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ როდესაც კვალი მიდის სახელისუფლებო ძალიან მნიშვნელოვან რგოლებთან და უფრო მძიმე ძალოვან უწყებებთან, ხო? ეს არის უმძიმესი რამის მაჩვენებელი. მე თქვენ გაგახსენებთ, სასაცილოდ რო არ იყო ქართულ ოცნებას გასულ წელს, როდესაც ჰელსინკის კომისიამ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით დასკვნა, დადო, გახსოვთ ეს დასკვნა და მათ თქვეს პირდაპირ დაადანაშაულეს ხელისუფლება, მოქმედი მართველი პარტია, რომ მათი მფარველობით ხდებოდა ამ კოლ-ცენტრების, ანუ ეს კოლ-ცენტრები რა არის ორგანიზებული დანაშაული ტრანსნაციონალური, რომელიც ძარცვავს მოქალაქეებს და ამისთვის იყენებს უამრავ სხვადასხვა ინფრასტრუქტურას და რესურსს. და კვალი პირდაპირ თქვა რომ მიდიოდა ხელისუფლებაში მყოფ ძალასთან. ეხლა ხო თავად რა არქვეს ამას სახელი? აი კიდევ ვისთან მიდის და კიდევ რამდენი ადამიანია ამ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული, ჯერ ჩვენ რაც ვნახეთ ეს ღვაში წვეთია და შემზარავი ის არის რომ ვინც უნდა იძიებდეს, ვინც უნდა მოქმედებდეს, ვინც მართლმსაჯულებას უნდა ახორციელებდეს და აღმოჩნდება რომ მოსამართლების ნაწილი შეიძლება იყოს ამაში ჩართული. წარმოიდგინეთ ის ხალხი ასამართლებს, ის ხალხი განჟის, ჩვენ ვართ უკიდურესად აი თავდაყირად დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყებები, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, იცავდეს მოქალაქეს ძალადობისგან, ხედავთ რომ კვალი გარკვეულ პირებთან მიდის და უმჯობესია რომ ხელს ნურავის დააფარებენ. ყველას უნდა დაარქვან სახელი. ვინც ზოგი არ ვიცი ხა ჟურნალისტს ირქმევს თუ ზოგი პოლიტიკოს თუ ზოგი მოსამართლეს თუ არ ამ მნიშვნელობა აქვს ახალს რას ეს არის უმძიმესი ამთავარი ნახოთ კი ბატონო დაველოდოთ დიახ ფაქტია რომ რაღაც ჯაჭვი იკვრება მოქმედი ფიგურანტები მეორდება რაც იმას ნიშნავს რომ როგორ ჩანს დანაშაულის წრე კიდევ უფრო გაფართოვდება და კიდევ უფრო ხმაურიანი გვარები ალბათ გახდება ცნობილი. ხო, კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, მოსამართლეებით შემთხვევით არ გიხსენებიათ, მაგრამ ნახოთ და კონკრეტებას ახლა ამ ეტაპზე არ მოგთხოვთ. მადლობა ქალბატონო ეკა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, რომელიც გააჟღერეთ ჩვენს ეთერში. ეკა ბესელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში